გამარჯობა, მე მირენდა გაბაიძე ვარ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტი. ეს ვიდეო არის ჩემს სტუდენტურ ცხოვრებაზე Erasmus+ გაცვლის პროგრამის ფარგლებში, რომელიც გავატარებ პოლონეთის ქალაქ ბიალისტოკში. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ Erasmus-ზე მოხვედრა უკვე თავისთავად დიდი გამოწვევაა. აპლიკაციების შევსება, საჭირო დოკუმენტების შეგროვება და რაც მთავარია, მოლოდინების მართვა. აღსანიშნავია, რომ მოლოდინები დიდი მქონდა, მაგრამ რეალობა ბევრად აღემატებოდა ყველაფერს, რასაც ველოდი. ჩემი პირველი დღეები ბიალისტოკში ძალიან საინტერესო იყო. ქალაქი პატარა, მაგრამ მყუდრო და სტუმართმოყვარე აღმოჩნდა. უნივერსიტეტის კამპუსი ძალიან თანამედროვე და კარგად მოწყობილია, რაც ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. ჩემი იქ ყოფნის პირველ და მეორე კვირაში ვესწრებოდი Erasmus-ის სტუდენტური გაერთიანების ESN-ის მიერ ორგანიზებულ საორიენტაციო ღონისძიებებს, სადაც გავიცანი Erasmus-ის სხვადასხვა სტუდენტი სხვადასხვა ქვეყნიდან. აღსანიშნავია, რომ ESN-ი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს თითოეული სტუდენტის ცხოვრებაში, რადგან იგი გვეხმარება გარემოსთან უკეთესად ადაპტირებასა და სოციალიზაციაში. უნივერსიტეტში სწავლა ძალიან განსხვავდებოდა იმ სისტემისგან, რასაც საქართველოში ვიყავი მიჩვეული. ლექციები აქ ინტერაქტიული და პრაქტიკაზე ორიენტირებულია. სტუდენტებს ხშირად გვევალებოდა პრაქტიკული დავალებების, პრეზენტაციებისა და პროექტების მომზადება. აუდიტორიული სწავლების პარალელურად ასევე გქონდა ონლაინ სწავლებაც, სადაც გარკვეულ თეორიულ მასალას ვამუშავებდით და შემდგომ შესაბამის დავალებებსაც ვასრულებდით. აქვე მინდა გითხრათ, რომ უნივერსიტეტის გარდა ჩვენ ასევე შესაძლებლობა გქონდა, რომ მოგვემზადებინა პრეზენტაცია საკუთარ ქვეყანასთან დაკავშირებით და იგი პოლონელი მოსწავლეებისთვის სკოლაში გაგვეცნო. Erasmus-ის სტუდენტობის ერთ-ერთი მთავარი პლუსი არის მოგზაურობა. პოლონეთი ძალიან პრაქტიკული ქვეყანაა და ამ მხრივ ყველაფრის მონახულება შესაძლებელია მარტივად და შედარებით ხელმისაწვდომ ფასად. ჩემი იქ ყოფნის პერიოდში პირველ რიგში ვეძვე პოლონეთის სხვადასხვა ქალაქს, თუმცა პოლონეთის შიგნით მოგზაურობისა Erasmus-ის ფარგლებში მქონდა შანსი სხვა ქვეყნებიც მენახა. მაგალითად, მეგობრებთან ერთად მოვინახულე ჩეხეთი, ავსტრია, იტალია, საფრანგეთი და გერმანია. Erasmus-ის პერიოდში ყველაზე დასამახსოვრებელი ნამდვილად ადამიანები იყვნენ. საინტერესო იყო განსხვავებული ტრადიციების, ხედვებისა და ცხოვრების სტილის გაცნობა. საბოლოოდ Erasmus+ არის შესაძლებლობა, რომელიც სრულიად ცვლის შენს ცხოვრებას. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს შანსი მომეცა და ჩემი პატარა წვლილი შევიტანე იმ საერთაშორისო საზოგადოებაში, რომელსაც Erasmus+ აერთიანებს. მადლობა, რომ უყურეთ ამ ვიდეოს. და თუ ოდესმე დაფიქრებულ ხართ გასვლის პროგრამაზე, ჩემი რჩევა არ გაუშვათ ის შანსი ხელიდან, რომელსაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და Erasmus+ ერთდროულად გვაძლევს.